morning, everyone. Today I want to share two personal experiences that I hope will encourage you the same way they encouraged me. დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი ორი პირადი გამოცდილება, რომლებიც ვიმედოვნებ, რომ თქვენც ისევე გაგამხნევებენ, როგორც მე გამამხნევეს. The Bible verse behind these two experiences is Psalm 34:8. Psalmunebიდან 33:8. იგემეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი. განიცადეთ და ნახეთ, რომ კეთილია უფალი, ნეტარია ის, ვინც მასეა მინდობილი. So, I'll start with my first experience or story. დავიწყებ ჩემი პირველი გამოცდილებით. So, I was with a group of people, all of whom were Georgian. მე ვიყავი ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც ძირითადად იყვნენ ქართველები. Except for me and a Muslim man from Palestine. გარდა ჩემისა და კიდევ ერთი ადამიანისა, რომელიც იყო მუსულმანი პალესტინიდან. We were introducing ourselves and naturally the topic of religion and faith came up. ჩვენ ერთმანეთს ვეცნობოდით და ბუნებრივად წარმოიჭრა რელიგიის და რწმენის საკითხი. I was asked about my faith and I shared that I am a Protestant Christian. მეც მკითხეს თუ რა რწმენის ვიყავი და უთხარი რომ მე ვარ პროტესტანტი, მორწმუნე ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელი. The Palestinian man shared that he is a Muslim and of course all the Georgians identified as Orthodox. ამ პალესტინელმა მამაკაცმა თქვა რომ ის იყო მუსულმანი და რა თქმა უნდა სხვა დანარჩენმა ქართველებმა წარმოადგინეს თავი როგორც მართლმადიდებლებმა. The conversation suddenly turned into a friendly religious debate. ეს დიალოგი უეცრად გადაიქცა მეგობრულ რელიგიურ დებატებად. The Georgians explained why they believe Jesus Christ is the only way to God, while the Muslim explained why he believed Muhammad is. ქართველები ამტკიცებდნენ თუ რატომ მიაჩნდათ რომ იესო ქრისტეა ერთადერთი გზა ღმერთთან მისასვლელად და მუსულმანი ადამიანი კი ამტკიცებდა თუ რატომ გონია რომ მუჰამედია ეს გზა. I mostly listened rather than actively participating. მე ძირითადად უსმენდი და არ ვიღებდი აქტიურად მონაწილეობას ამ დებატებში. While listening, I remembered the times when I used to defend the Catholic religion. და მოსმენის დროს გამახსენდა ის რომ როდესაც მე თვითონ ძალიან ესე არად ვიცავდი კათოლიკურ მიმდინარეობას. Back then, no one could have convinced me otherwise. იმ დროს არავის არ შეეძლო ჩემი გონების შეცვლა და ჩემი გადაფიქრება. There was no argument strong enough to change my mind because I didn't want my mind changed. არ არსებობდა საკმარისად ძლიერი არგუმენტი იმისთვის რომ ჩემი გონება შეეცვალათ. ეს იმიტომ რომ მე თვითონ არ მინდოდა რომ შეცვლილიყო. So I realized there was no argument I could present that would change this Muslim man's mind. ამიტომ გავაცნობიერე რომ არ მექნებოდა არანაირი არგუმენტი რომლითაც მე ამ მუსულმანი ადამიანის აზროვნების შეცვლას შევძლებდი. But I know someone who can, the same person who changed mine, Jesus Christ. თუმცა მე ვიცნობ პიროვნებას რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია და ეს იგივე პიროვნება რომელმაც იგივენაირად შეცვალა ჩემი აზროვნება და ეს იესო ქრისტეა. I knew the reason I am a believer today is not because of anyone's preaching, arguments, or sermons. მე ვიცი რომ მიზეზი იმისა თუ რატომ ვარ მე დღეს მორწმუნე არ არის ის რომ ვიღაცა მიქადაგა ლექცია წამიკითხა და ასე შემდეგ. I am a believer today because of an encounter with Jesus. მე დღეს მორწმუნე ვარ იმის გამო რომ მე პირადად შევხვდი იესო ქრისტეს. He revealed himself to me and I know he can do the same for others. მან თავისი თავი გამომიცხადა მე და მე ვიცი რომ მას იგივეს გაკეთება შეუძლია სხვა ადამიანის ცხოვრებაშიც. So I told the Muslim man my story. ასე რომ მე მოუყევი მუსულმან ადამიანს ჩემი ისტორიის შესახებ. I told him that the reason I know Jesus Christ is real is because anyone who truly wants to can meet him and experience him. მე მას ავუხსენი რომ მიზეზი რატომაც მე მიმაჩნია რომ იესო ქრისტე არის ნამდვილი არის ის რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოსცადოს მასთან ურთიერთობა. That's what separates Christianity from other religions. სწორედ ეს არის ის რაც განაცალკევებს ქრისტიანობას და გამოყოფს სხვა რელიგიებისგან. We can personally experience and taste the goodness of God if we invite him in and ask him to make himself known to us. ჩვენ შეგვიძლია პირადად ვიგემოთ და გამოვცადოთ ღმერთის სიკეთე ჩვენში, თუ კი ჩვენ მას მოვიწევთ ჩვენს გულში და ვთხოვთ რომ თავისი თავი გამოგვიცხადოს. Because I have tasted and experienced God, I now have the privilege to share that with others. და გამომდინარე იქიდან რომ მე პირადად შევხვედრილ ვარ იესოს და მას გამოვცხადებია თავისი თავი ჩემთვის, ახლა მაქვს პრივილეგია რომ ვისაუბრო ამის შესახებ.
So I encourage everyone who knows him with this. ამიტომ მე გამხნევებთ და მოგიწოდებთ ყველას, ვინც მას იცნობს. You do not need fancy arguments or debating skills to share Christ with others. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული არგუმენტები ან თუნდაც დებატების ძალიან ისეთი მაღალი უნარი იმისთვის, რომ ვიღაცას ღმერთზე ესაუბროთ. What you can do is personally introduce him and let Christ do the rest. თქვენ რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ პირადად წარუდგინოთ ამ ადამიანს იესო ქრისტე, დანარჩენს კი უფალი გააკეთებს. Okay, so that was my first story. ეს იყო ჩემი პირველი ამბავი. Thank you. So the second experience has to do with what God revealed to me about joy. მეორე გამოცდილება ეხება იმ საკითხს, თუ რა გამომიცხადა ღმერთმა სიხარულის შესახებ. So what was revealed to me is the reason many of us do not experience joy is because we believe a lie. რაც გამომეცხადა იყო ის, რომ მიზეზი თუ რატომაც ბევრი ჩვენგანი ვერ განიცდის სიხარულს, არის ის, რომ ჩვენ გვჯერა ტყუილის. That lie goes back all the way to 4 BC. და ეს ტყუილი მოდის ძალიან შორეული დროიდან, ქრისტეს შობამდე მე-4 საუკუნიდან. This lie comes from Greek philosophy, which taught us that the key to happiness is the direct pursuit of pleasure. ეს ტყუილი მოდის ბერძნული ფილოსოფიიდან, რომელიც ჩვენ გვასწავლის, რომ ბედნიერების გასაღები დამალულია სიამოვნების პირდაპირ დევნაში. This philosophy is called the hedonic theory. ამ ფილოსოფიას ეწოდება ჰედონიზმის თეორია. It claims that pleasure brings the greatest sensation of happiness, and therefore we must pursue pleasure to be happy. ის ამტკიცებს, რომ სიამოვნების მიყოლა ჩვენ გვანიჭებს უდიდეს ბედნიერებას, ამიტომ იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერები, ჩვენ უნდა გავეკიდოთ სიამოვნებას. And the reason many of us still believe this philosophy is because it seems logical. და მიზეზი რატომაც ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ ამ ფილოსოფიას და თეორიას მიყვება, იმიტომ არის რომ ეს ლოგიკურია, ლოგიკურად ჟღერს. We eat delicious food, so we desire to always eat delicious food so we can be happy. ჩვენ მივირთვათ გემრიელ საჭმელს და გვინდა რომ ყოველთვის მივირთვათ ის რომ ბედნიერები ვიყოთ. We may even think it's impossible to live a happy life without delicious food. შესაძლოა ვიფიქროთ კიდეც რომ ცხოვრება შეუძლებელია ამ გემრიელი საჭმელის გარეშე. But let's look at where that logic leads. მოდით შევხედოთ ამ ლოგიკას სანამდე მივყავართ. Ice cream is delicious, and so is cake. ნაყინი, ისევე როგორც ნამცხვარი, ორივე გემრიელია. But imagine if we consumed only cake and ice cream. მაგრამ წარმოიდგინეთ ყოველდღე რომ მხოლოდ ნაყინს და ნამცხვარს მივირთმევდეთ. At first, it does bring us a lot of pleasure. თავდაპირველად მოგვიტანს რაღაც სიამოვნებას. But very quickly it would lead to health problems and even death. თუმცა მალევე ეს ჩვენ მიგვიყვანს ჯანმრთელობის პრობლემებამდე და შესაძლოა გარდაცვალებამდეც. That's the natural result of the hedonistic philosophy. და ეს არის სწორედ ბუნებრივი შედეგი ამ მიმდინარეობის. Death. სიკვდილი. Another problem with this philosophy is that it never truly satisfies. მეორე პრობლემა, რაც ამ თეორიას ახასიათებს, ის არის, რომ არასოდეს ჩვენ რეალურად არ ვკმაყოფილდებით. We feel the pleasure in the moment, but afterwards we're left feeling ashamed, empty, and wanting more. მომენტალურად ჩვენ განვიცდით სიამოვნებას, თუმცა მალევე ვივსებით სირცხვილის შეგრძნებით, სიცარიელით და ასევე კიდევ უფრო მეტის მიღების სურვილით. The reason many of us stay stuck in this lifestyle of chasing pleasure is because we haven't tasted or experienced something better. და მიზეზი თუ რატომაც ვართ ასეთი ცხოვრების სტილში გაჭედილები, რომ სულ მუდამ ვეძებთ სიამოვნებას, არის იმიტომ, რომ ჩვენ არ გაგვისინჯავს რაღაც უფრო უკეთესი. God recently revealed this to me personally. და ღმერთმა ახლახანს გამომიცხადა ეს მე პირადად. The reason I wasn't satisfied or feeling joy was because I was pursuing pleasure instead of him. რომ მიზეზი რატომაც მე თვითონაც ვერ განვიცდიდი სიხარულს, იყო ის, რომ მე მივსევდი სიამოვნებას, ნაცვლად იმისა, რომ ღმერთისთვის დამეთმო ეს დრო. During prayer, I felt his invitation to taste real joy and to stop chasing the things I thought would make me happy. ლოცვის დროს მე ვიგრძენი, რომ ღმერთი მეპატიჟებოდა, რომ გამომეცადა და გამესინჯა ნამდვილი სიხარულის გემო, ნაცვლად იმისა, რომ გამეკეთებინა ისეთი რაღაცები, რასაც ფიქრობდი, რომ მოქონდა სიამოვნება ჩემთვის. He reminded me to pursue truth and righteousness and that joy would follow. მან შემახსენა მე, რომ მე უნდა მივსდიოს სიმართლეს და ჭეშმარიტებას და სიხარული თავად მოვა. Not always immediately, but in time. შესაძლოა მაშინვე არ მოხდეს ეს, თუმცა აუცილებლად დროულად მოხდება.
It's like a workout. It's not easy while you're doing it, but afterwards you feel good for having done it. ეს ვარჯიშს გავს, როდესაც ვარჯიშობ, არ არის სასიამოვნო, იღლები, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა როგორც კი მორჩები, შენ ბედნიერი ხარ, რომ ეს გააკეთე. So at first it's hard, but it's always worth it. თავიდან რთულია, თუმცა ყოველთვის ღირს ვარჯიში. So please, as I finish, just remember this. ამიტომ გთხოვთ, რომ დაიმახსოვროთ ეს. If you pursue righteousness, happiness will follow. თუ კი თქვენ აირჩევთ ჭეშმარიტების გაყოლას, სიხარული და ბედნიერება მას მოჰყვება. But if you pursue happiness directly, you will gain neither righteousness nor happiness. მაგრამ თუ კი თქვენ პირდაპირ სიხარულს აირჩევთ და ეცდებით, რომ სიხარულს მისდიოთ, მაშინ ვერც სიხარულს იპოვით და ვერც ჭეშმარიტებას. Taste and experience the true joy that comes from God, and you'll never want to go back. მე მოგიწოდებთ, რომ თქვენ გამოსცადოთ და შეიცნოთ ღმერთის ნამდვილი სიხარული და ჭეშმარიტება, მისი სიკეთე და თქვენ არასოდეს მოგინდებათ უკან დაბრუნება. That is all. Thank you. სულ ეს არის, მადლობა.